ჩემი ცხოვრების განმავლობაში, აი პირველ ცხოვრების განმავლობაში მივხვდი ერთ რაღაცას, რომ ხშირ შემთხვევაში პერი, მოდელი მოვალია, რომ ადამიანის დონემდე დავიდეს. ადამიანს ჯერ საკუთარი თავი დაანახოს და შემდეგ აქედან გამომდინარე, უბრალო ადამიანობიდან გამომდინარე, შემდეგ დაანახოს ღმერთი და მიიყვანოს ღმერთამდე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამაზე გვაქვს დაფუძნებული ის, რასაც ვაკეთებთ, ის, რასაც ვეხმარებით. ძალიან ბევრი ადამიანს დღევანდელ დროში უჭირს ცხოვრება და უჭირს გამკლავება იმ სასტურებზე, რაც ხშირ შემთხვევაში ხდება ჩვენ ცხოვრებაში და გარდაუვალი ეს გლობალიზაციის ერთ-ერთი გარდაუვალი საკითხია, თუმცა მონასტერი პირველ რიგში ადამიანს ანახებს თავის დაცემულ მდგომარეობას. ადამიანს ანახებს ცოდვას და ანახებს იმ შედეგებს, რაც შეიძლება რომ ამ ცოდვა მოიტანოს. ანახებს რით ზიანდება ის ამ ყველაფერიდან გამომდინარე. ანახებს საიდან მოდის ეს ყველაფერი, ვისგან მოდის და რა შეიძლება ამან მოიტანოს საბოლოო ჯამში. ანუ როცა ადამიანს ამას ანახებ და ადამიანს თავის მდგომარეობას აჩვენებ, ის ამ ყველაფერს აანალიზებს იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულში არის ჩადებული სინდისის ხმა. და სინდისის ხმა ყველას კარნახობს, რა სწორია ჩვენთვის და რა არასწორი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ადამიანში ეს სინდისის ხმა გავაღვიძოთ და შემდეგ თავარ გასაკეთებელს ისაკეთებს.